ხო ვიწროებს ამაზე მეტი რაღა უნდა გიყოს. ხო დაანგრია სოფელი, ადგილები წაგვართ, ამ ხელა 100 წლოვანი აყლის ხეები დაჭრა. ფაქტიურად გამქრალია ეს ისტორიული სოფელი. ერთი ავტომატი არა უღია და არ უსვრია, სხვა რაღა უნდა გაკეთოს. აქ დავიბადე ამ სახლში, აქ გავიზარდე. აქ ვიცხოვრე 17-18 წელი, აშენებული 1925 წელს. მანამდე აქ ჩემი პაპა ცხოვრობდა, ნიკოლოზი. 4 თაობა კი სასაფლაოები აქ აგვაქვს. 2004 წლიდან ვცდილობდი ამ სახლის დარეგისტრირებას, თითქმის. და ეგეთი 3 წელია რაც დავირეგისტრირე. 20 წელი წვალობდი. 20 წელი ვწვალობდი. რო დედაუდან მოგვიტანენ ნებართვაო, რო ეს ადგილებიო შენზე გაფორმდესო. მერე მეუთხარი ამ რეესტრის უფროსს, რო ეს დედაო უფროსი რეესტრისა თუ თქვენ მეტი. მივედი, მაგრამ მითხრა მე რასაბუთი უნდა მოგცეო, შენ გიჟი ხო არ ახარო. სულ გარშემო შემორტყმული მაქვს საპატრიარქო, წინ საპატრიარქო, გვერდზე საპატრიარქო და შუაში ესე ეთყობა უკვე თვალებში ვეჭხირები კი და იმიტომ ვაგდებენ ეგეთ სიტუაციაში, რომ გზაზეც აღარ მატარებენ, აი გზაზე. საშიში ხალხია, სახიფათო ხალხია და აი რომ მოვდივარ მეშინია რომ არაფერი გამიჩალიჩო. სხვათა შორის მე ამ ეკლესიაში გავიზარდე. წამს ღმერთიც და სულ ყველაფერი, მაგრამ მე ეს მოლოზნები არ ამწამენ. ესენი არიან სუფთა პარაზიტები, მავნებლები. პატარა ხუმრობა ხარ არის 100 ძირი უშველებელი 100 წლოვანი კაკალი დამიჭრეს. ადგილები წამართვეს პაპისა, სახლს ვერ ვიფორმებდი და ნერვიულობდი, განცდები მქონდა და ეხლაც ამ კურნალობ ძლივს გადავრჩი, ინაღამ გული გამიჩერდა ამ ნერვიულობით. სულ აქედან გამომდინარე. ძიმე ტექნიკა ეხლა არ უშლით ამათ წირვა ლოცვის ჩასატარებლად, რო აგუგუნებენ, კორტეზიანი რო ჯვართაცვეს და კაცი იმ დონეზე გაანერვეულეს, რომ საწყალი გარდაიცვალა. აუმარჯოს. რა გაინტერესებს? დახმარება ხო არ აქვს? დიდი მადლობა. აქამდე ვართ თქვენი პატივისცემით. არაფერი წადი შენ გზაზე. ჩვენიანი ხო არ არის? გამოგზავნეს დასათვალიერებლად. მე ვარ თამაზი გორელიშვილი, დაიმახსოვრე. ღმერთმა დაგლოცო. მადლობ, შენც დაგლოცოს ღმერთმა. თვალი ეკლესიიდან გამოგზავნეს, დაგვათვალიერეს რას ვაკეთებთ. რამდენი მოვალ დრონი დაფრინავს დამყურებს თავზე. ასე ვცხოვრობთ, აი, თავისუფალ საქართველოში. აუქციონი ზოგადად ეს არის, ესე იგი, პროცესი სახელმწიფოს მიერ მართული, სადაც კონკურენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ანუ ყიდულობს ის, ვინც მეც გადაიხდის. ამიტომ არც ერთ აუქციონზე, არც ერთი მონაწილე არ გასცემს ინფორმაციას და არ ეუბნება, არ ეპატიჟება თავის კონკურენტს მაშინ აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად. 1993 წლიდან მონასტრის აღდგენიდან ის კონკრეტული მიწები, რომელზეც ესე იგი მათ აქვთ რაღაც გარკვეული პრეტენზია და მათი ლექსიკა არის მხოლოდ მამა პაპისეული მიწები. არ ყოფილა არც ერთი წელი, რომ მათ მოსავალი მოეყონათ. ჯონჯულს კრებდნენ, კაკალს კრებდნენ, მაგრამ ეს ხალხი ხმარობდა სახელმწიფო მიწას და თუ შორს წავალთ, ესე იგი რევოლუციამდელი მონასტრის ყოფილ მიწებს. ანუ ჩვენი მამა პაპის მიწებს.